თავი 41. გავიდა 2 წელიწადი და ესიზმრა ფარაონს სიზმარი. აჰა დგას იგი ნილოსის პირას. აჰა ამოდის ნილოსიდან 7 კარგი შესახედავი და ხორცავსე ძროხა და ლერწამიანში ბალახობს. აჰა 7 სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი. ამოყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას. შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა 7 კარგი შესახედავი და ხორცავსე ძროხა და გაეღვიძა ფარაონს. დაიძინა და კვლავ ესიზმრა. აჰა 7 თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. აჰა კვლავ 7 თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა 7 მსხვილი და სავსე თავთავი და გაეღვიძა ფარაონს. აჰა ეს სიზმარიც. დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს. მაშინ მიმართა მწვეთუხუცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდართუხუცესის სახლში, მე და მეპურე თუხუცესი. ნახეთ სიზმარი ერთგამეს მეც და იმანაც. თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ნახეთ. ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდართუხუცესის მორჩილი. უამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები. თითოეულს ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა. და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა. მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოგიდა. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები. ისიც სასტრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს. უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მე სიზმრა, მაგრამ არავინ ამისი ამხსნელი. შენზე გავიგე თუ სიზმარს მოისმენს, ახსნად შეუძლიაო. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას. უამბო ფარაონმა იოსებს: მე სიზმრა, აჰა დგავარ ნილოსის პირას. აჰა ამოდის ნილოსიდან 7 ხორცავსე და ლამაზი ძროხა და ლერწამიანში ბალახობს. აჰა სხვა 7 ძროხა, უძლური, მეტისმეტად უღვანო და ხორცდაყრილი ამოხვა მათ. თელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის 7 ხორცავსე ძროხა. შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული. ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა. ვიხილე სიზმრად. აჰა 7 თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. აჰა კვლავ 7 თავთავი, გამომშრალი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. ჩაყლაპეს თავთავებმა 7 საღი თავთავი. უამბე მისნებს, მაგრამ შემწყობარი არავინ იყო. უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს. 7 საღი ძროხა 7 წელიწადია, 7 საღი თავთავიც 7 წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს. მათ შემდეგ გამოსული 7 მჭლე და უგვანო ძროხა 7 წელიწადია. 7 ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის 7 წელიწადია. ეს იყო ფარაონს რომ ბუთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი. ფარაონს თავად ახილვინა მეთქი. აჰა მოვა 7 უხმოსავლიანი წელიწადი თელს ეგვიპტის ქვეყანაში. მას შემდეგ დადგება 7 მოუსავლიანი წელიწადი. გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი. ორგზის რომ გაუკლად და სიზმარი ფარაონს, ნიშნავს გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას. ახლა გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას. ასე ქმნას ფარაონმა, ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახტევინონ ეგვიპტის ქვეყანას 7 მოსავლიანი წლის მანძილზე. დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვალონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ. იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის 7 მოუსავლიანი წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს. მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს. უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება? უთხრა ფარაონმა იოსებს: რა კი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი,
სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენ სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული. უთხრა ფარაონმა იოსებს, აჰა დამიდგენი ხარ მთელი ეგვიპტის გამგებლად. წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს. შემოსა ზეზის შესამოსელი და ოქროს ძეწყვი ჩამოკიდა ყელზე. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე, მუხლი მოიყარეთ. ასე დაუდგინა იგი გამგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას. უთხრა ფარაონმა იოსებს, მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანწრევს მთელს ეგვიპტეში. უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნად ფაყნიახი და მისცა ცოლად ასენათი. ონის მზის ქალაქის ქურუმის ფოტიფერახის ასული და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. 30 წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე. წარმოქმნა მიწა მხვავრიელად 7 მოსავლიან წელიწადს ხორბალი. შეაგროვა იოსებმა 7 მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში და ქალაქებს ჩამოურიგა. თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. დაახვალა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი. მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეძინა იოსებს 2 ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის ფოტიფერაყის ასულმა. უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა, დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა წვალება და მამა ჩემის სახლი. ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა, ნაყოფიერ მყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში. გასრულდა 7 მოსავლიანი წელიწადი ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა. დაიწყო 7 მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს, მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში. ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის აღედლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე.